ლევან ვარშალომიძეს აუდიტის სამსახურში ელოდებიან. რა კითხვები აქვს უწყებას ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან? ფარული ჩანაწერების საქმის არსებითი განხილვა იწყება რა არის დაგეგმილი დღევანდელ პროცესზე. გერმანიაში სირიელმა ტოლვილმა თავი აიფეთქა. დაშავებულია 12 ადამიანი, 3 პირის მდგომარეობა კრიტიკულია. მოგესალმებით, ეთერში ამოამბე 12 საათზე ახალ ამბებს მარიამ ბაშაძე გაგაცნობთ. ფარული ჩანაწერების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს იწყება. პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეს საშუალება ექნება შესავალი სიტყვა თქვან. რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა გავრცელების ბრალდები დაკავებულები არიან ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე. ჯამალაშვილის ინტერესების დამცველი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან მისი დაცვის ქვეშ ყოფის კავშირს უარყოფს. პროკურორმა ახსენა ის აკვეთი ღონისძიება როცა დაიხურა, თქვენ ბრწყინვალედ მე ვიცი რომ გაცნობილი ხართ საქმეს, ჟურნალისტსაც სასამართლოს მხრიდან ამ სასამართლო პროკურატურას და არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნება რეალიზებული ჩვენს მიერ, ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჯამალაშვილის მიმართ არ დადგება გამომტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან მის მიმართ არ არსებობს მტკიცებულება საქმეში, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას. ერთადერთი რისი იმედითაც არის ბრალდების მხარე, ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღემდე არ არის წარმოდგენილი საქმეში და პასუხი არ არის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში ადანაშაულებს საია. საქმე ეხება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მოსარჩელე ორგანიზაციის აღიარებას. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დადგენილების შესაბამისად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ განსაზღვრულ ვადაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობითი საბჭოს დაუდასტურა, თუმცა მიუხედავად ამისა, მას არ მიეცა შესაძლებლობა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად ჩართულიყო, რაც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება მიიღოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოსარჩელე ორგანიზაცია ახლა სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სააპელაციო საჩივარს სასამართლოში დღეს შეიტანს. რამდენიმე წელია უკვე მოსარჩელე ორგანიზაცია ვერ ახდენს ზიანის ანაზღაურების მიღებას და მათი ამ ორგანიზაციის უფლებების შელახვის და შეზღუდვის საფუძველი ვფიქრობთ გახდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უმოქმედობა. სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი დააკავეს მას. ცეცხლსროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ედება ბრალად. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ლევან ვარშალომიძეს აუდიტის სამსახურში ელოდებიან. ნაციონალური მოძრაობის წევრს განმარტებების გაკეთება ეგრეთ წოდებული სოციალური სახლების პროექტზე მოუწევს. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ბინების აშენების დაპირება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ამ მომრჩეულთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ლევან კვადაშძე იმყოფება ადგილზე და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ლევან, მოვიდა თუ არა უკვე უწყებაში ვარშალომიძე? სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა ამ წუთებში იწყება. უწყებაში აჭარაში ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი დაბარებული არის იმ საქმიანობის გარშემო, რომელსაც ვარშალომიძე აჭარაში ეწევა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. კერძოდ საუბარი არის მოსახლეობასთან ინდივიდუალურად გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ვარშალომიძე პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის მოახდენს სოციალური სახლების მშენებლობას. სწორედ ეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები გახდა საფუძველი, რომ მესამე სექტორს გაევრცელებინა მწვავე განცხადება, სადაც მათ გაუჩნდათ კითხვის ნიშნები, რომ ადგილი აქვს ამორჩევლის მოსყიდვის მცდელობას და სწორედ ამ განცხადების შემდეგ უკვე ვარშალომიძე გამოიძახეს უწყებაში, სადაც მისი გამოკითხვა ამ წუთებში იწყება. შესულამდე მან გააკეთა მცირე კომენტარი და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ის გაიმარჯვებს თუ არა არჩევნებში, ამ პროექტს მიიყვანს ბოლომდე.
ბიზნესი ყველამ კარგად იცით, ეს არის ჩვენი პროგრამა სოციალური სახლი, რომელიც ითვალისწინებს სამი კატეგორიის. ეს არის ავარიული სახლები, ეს არის მეწყერსაში ზონიდან ხალხის ჩამოყვანა და ეს არის ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქები, რომელიც შეიქმნა ბოლო 4 წლის განმავლობაში აჭარაში ამ მოსახლეობისთვის ბინების გადაცემა. მოლოდინია ერთი, რომ ჩვენ ამ სახლებს მაინც ავაშენებთ. ლევან ვარშალომიძის დაბარება უწყებაში და მისი გამოკითხვის საფუძველი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული საკმაოდ მწვავე განცხადება ამ მომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით რეალურად უკავშირდება თუ არა მისი წინასაარჩევნო კამპანია მომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას ამ კითხვებს პასუხი გაეცემა რამდენიმე დღეში როგორც ცნობილია უწყებაში მიმდინარეობს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით უკვე მისი მოკვლევა და სწორედ ამ მოკვლევის ფარგლებში არის დღეს დაბარებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძე რაც შეეხება აუდიტის სამსახურთან ამ წუთებში არსებულ მდგომარეობას აქ შეკრებილი არიან მისი მხარდამჭერები და ისინი ელოდებიან ვარშალომიძის გამოსვლას რამდენიმე წუთის წინ მათ მოაწყვეს მცირე მხარდასაჭერი აქცია და მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც უკვე აღნიშნენ ლევან ვარშალომიძეს. მადლობა ლევან კვატაშიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ხმაური იყო ღამით მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ოფისთან სამართალდამცველებმა პატა ბურჯუაზის პარტიის 2 წევრი დააკავეს მოძრაობაში აცხადებენ რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მათ ოფისიდან გასულ პირებს ახსნა განმარტებების გარეშე ჩხრეკნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განცხადებას ავრცელებენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გვიაღამით თბილისში ანაპის დივიზიის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა რომელსაც 1985 წელს დაბადებული პირი მართავდა ალკოტესტის შემოწმების შედეგად წყოს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა მას შემდეგ რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პრევენციული შემოწმება დაასრულეს ავტომანქანის მგზავრებმა სამართალდამცველებს სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად ისინი არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს. რაც შეეხება ავტომანქანის დაზიანების ფაქტს მფლობელის მხრიდან პრეტენზიის გამოხატვისთანავე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით დაიწყო. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისგებლობისგან არ ათავისუფლებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერება დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ნაფეტვარიძე წარადგინეს შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას სერგო რატიანმა მიმართა. შეკრებილებს პარტიის ეკონომიკური პროგრამა გააცნო და იმ ეკონომიკურ გეგმაზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ასევე ადგილობრივებს ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსმა ნიკა მელიამაც მიმართა და მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავად დავით ნაფეტვარიძე მხარდაჭერებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მინდა ისეთივე გამარჯვებული ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის საზოგადოებასთან ერთად რომ ღირსეული კანდიდატები იყვნენ შერჩეული პარლამენტში რომლებიც დაიცავენ მოსახლეობის ინტერესებს და დათო ნაფეტვარიძე დიდუბეში სწორედ ასეთი კანდიდატი იქნება რომელიც განაგრძობს განვითარებას დიდუბე პლეხანოვის რაიონის. ვპირდები დიდუბელებს რომ ვიქნები მათი წარმომადგენელი მათი პრობლემების მომგვარებელი უამრავი პრობლემა არსებობს დიდუბეში უამრავი სოციალურად დაუცველი არის რომელიც სტატუსი აქვს შეჩერებული უკანონო და მათ აღუდგენთ ამ სტატუსს უამრავი სტუდენტი არის რომელსაც სწავლის საფასურის გადამხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული და მეპირდები დიდუბეს რომ არც ერთი დიდუბელი არ იქნება სტატუსი შეჩერებული ეს გვიკეთებია და ჩვენ ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ და მეპირდები დიდუბეს რომ აი ეს დაბინძურებული ქუჩები ეგრეთ წოდებული ბაზრობებით ეგრეთ წოდებული გარემოვაჭრეებით მოწესრიგებული იქნება. ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს ახალციხეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა ქალაქში გაიმართა მსვლელობაც. აქციის მონაწილეებს ლიდერებთან ერთად მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებით შეუერთდნენ. ხელისუფლებამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს გაუსწორდეს და არა გაუსწორდეს იმ პრობლემებს, რაც ამ ქვეყანაში არსებობს. როცა უდანაშაულო ადამიანია, არაფერი მაგას ისეთი არ გაუკეთებია, უნიჭერესი ადამიანია, სიყვარულის ადამიანია, ერთგულია, საქართველოს ერთგულია. ქართველი სპორტსმენების ოლიმპიური სამოსელი გააპროტესტეს ოლიმპიური კომიტეტთან შეკრებილმა პირებმა მათი განცხადებით სპეციალურად შექმნილი კოსტიუმები ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. შეკრებილებმა კომიტეტის წევრებისგან და სამოზე პასუხისგებელი პირებისგან ახსნა განმარტებები მოითხოვეს.
ცოტათი უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ყველა ის ორგანო, ვისაც ეხება ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის იმიჯი, მესმის რომ ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციები, დიდი წარსული, მაგრამ ზუსტად ამიტომ რომ დიდი წარსული გვაქვს, არ შეიძლება ყოველად უსახური სამოსით გაუშვა ესეთი 39 კაციანი დელეგაცია ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაზე მსოფლიოში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ელბერტ კოპერიძის წამების ფაქტთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე ამ წუთებში მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. საქმეზე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები დათაახლია მეგის ქარდავა, გიორგი სამუშია, გიორგი კალანდაძე და რომან შამათავა არიან ბრალდებულები. მოწმე სასამართლოს კოპერიძის წამების გარემოებებზე აწვდის ინფორმაციას. ვითომ მე ვიყავი აფხაზეთიდან გადმოსული და ვიყავი აფხაზების და რუსების აგენტი და რაღაც დავალება უნდა შემესრულებინა მათი მითითები რუსების ან აფხაზეთის. უარყოფითი პასუხი მიიღეთ ჩემგან, ამის შემდეგ პორტაკოდვამ გადაწყვიტა რომ მე უნდა წამოვიყვანეთ თბილისში მეგის ქარდავასთან და ის უფრო კარგად მომეპყრობოდა ჭყალებში ხო კაცად მომეპყრობოდა რომ მე ვეთყოდი მათ რომ მე ვიყავი რუსების ან აფხაზების აგენტი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო. საპილოტო პროექტი მდინარე ნატანების კალაპოტში განხორციელდა. მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი გარემოსდაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით მიმდინარეობს. ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტების შეკავებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ანალოგიური სამუშაოები სხვადასხვა მდინარის კალაპოტში მიმდინარეობს. მდინარეები, რომელიც ჩაედინება ზღვაში და რომელსაც მოაქვს სხვადასხვა ტიპის ნარჩენები, ჩვენ ამ მოწყობილობით უზრუნველყოფთ იმას, რომ ზღვაში აღარ მოხდეს, ზღვის დაბინძურება აღარ მოხდეს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზღვა იქნება დაცული სხვადასხვა ნარჩენებისგან. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ყოველწლიურად საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 600-ზე მეტი ადამიანი ეწირება, თუმცა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სტატისტიკა 2016 წელს მკვეთრად გაუარესდება. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მომრავლებული საგზაო შემთხვევები ქვეყანაში ტრანსპორტის მიმართულებით კონკრეტული პოლიტიკის არარსებობის შედეგია. დავით მესხიშვილი ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დეპარტამენტის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. სახმელეთის ტრანსპორტის სააგენტო ვალდებული იყო, რომ დღემდე შეიმუშავებინა გეგმა საგზაო უსაფრთხოების დარგში, ამავე დროს შეიმუშავებინა პროექტი ტექნიკური დათვალიერების შემოღებისთვის, რომელიც უნდა გამხდარიყო სავალდებულო ყველა ჩვენი მძღოლისთვის და ამავე დროს დაენერგა ევროდირექტივები განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების დარგში. არც ერთი ეს ღონისძიება მათ მხრიდან გატარებული არ იქნა. გერმანიაში სირიელმა ტოლვილმა თავი აიფეთქა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმელი ღია ცის ქვეშ მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე ცდილობდა შეღწევას, თუმცა ტერიტორიაზე დაცვამ არ შეუშვა, რის შემდეგაც მიგრანტმა ზურგჩანთაში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედა. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიიდან 2500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმელი 27 წლის მიგრანტი აღმოჩნდა. მას გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე გასულ წელს უარი განუცხადა და ამ დრომდე ტოლვილთათვის გაკუთვნილ თავშესაფარში ცხოვრობდა. სამართალდამცველთა განცხადებით მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და თავდასხმამდე თავის მოკლას ორჯერ შეეცადა. ბავარიის ფედერაციულ ოლქში თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე კი ქალაქ როიდლინგენში ასევე სირიელი წარმოშობის 21 წლის ტოლვილ მამაკაცი ცივი არაღით 3 ადამიანს დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ქალი, 2 კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს. გერმანელმა სამართალდამცველებმა ალი დევიდ სონბოლის 16 წლის მეგობარი დააკავეს, რომელსაც შესაძლოა მიუნხენში განხორციელებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა. პოლიციისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ალი დევიდ სონბოლი თავდასხმას 1 წლის განმავლობაში გეგმავდა. მან ცეცხლსროლი იარაღი არალეგალური გზით ინტერნეტის საშუალებით თავდასხმამდე ბევრად ადრე შეიძინა. შეგახსენებთ, რომ მიუნხენში სავაჭრო ცენტრ ოლიმპიასა და მაკდონალდსის რესტორანთან განხორციელებულ თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ წამების და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების შესახებ საუბრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით დაკავებულების წინააღმდეგ სხვადასხვა სასტიკ მეთოდს იყენებენ. მათ ცემენ, აწამებენ, აუპატიურებენ, აიძულებენ 48 საათის განმავლობაში მოხერხებულ მდგომარეობაში ყოფნას, არაძლევენ საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს, ასევე ემუქრებიან. ორგანიზაცია ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას ამ აზრზე პრაქტიკაზე და მისცეს საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება მოინახულონ დაკავებულები, რომელთა რიცხვი 10,000 აჭარბებს. თურქეთის ხელისუფლება აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული დევნის და ათასობით ადამიანის დაკავების წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა სტამბოლშიც ტაქსიმის მოედანზე. აქცია ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ორგანიზებით მოეწყო, თუმცა მასში მონაწილეობა მედიის ცნობით მმართველი პარტიის სამართლიანობისა და განვითარების მხარდამჭერებაც მიიღეს. თურქეთში იზმირის პროვინციაში ნატოს სამხედრო ბაზის სიახლოვეს მასშტაბური ხანძარი იყო. ცეცხლმა 40 ჰექტრამდე ტყის მასივი მოიცვა. ამ დროისთვის მეხანძრებმა მისი ლოკალიზება შეძლეს. სამართალდამცველები ცეცხლის განზრახ-გაჩენის ვერსიას განიხილავენ, რომლის მიზანიც ალიანსის ბაზისთვის ზიანის მიყენება. ხანძრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, დაზიანდა მხოლოდ ერთი შენობა, თუმცა ის სამხედრო ობიექტი არ არის. სირიის ქალაქ ალეპოში ავიაიერიშის შედეგად 4 საველე საავადმყოფო და სისხლის გადასხმის ცენტრი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ახალშობილი. გავრცელებული ცნობით 3 საავადმყოფო ამბოხებულების ერთი კი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ განახორციელა საჰაერო იერიში. ლატვიის შეერაღებული ძალების უწყება რუსული სამხედრო ხომალდის მათ საზღვრებთან მიახლოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, რუსული ხომალდი ლატვიის განსაკუთრებული ეკონომიკურ ზონაში ტერიტორიული წყლებიდან 12 საზღვაო მილის მოშორები დააფიქსირეს. ეს წელს პირველი შემთხვევა არ არის. მაისში ნატოს წვრთნების დაწყებამდე თავდაცვის უწყებამ რუსული წყალქვეშა ხომალდიც დააფიქსირა. გასულ წელს კი ლატვიის შეერაღებულმა ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების მიერ საზღვრის დარღვევის 270-მდე შემთხვევა აღრიცხვეს. Економічній зоні. Рига неодноразово повідомляла про виявлення російських. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის ნაკრებს ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნება დართა, თუმცა დოპინგის მიღებაში მხილებული რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების საკითხს სპორტის სახეობების მიხედვით უშუალოდ საერთაშორისო ფედერაციები მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რეკომენდაცია მისცა რიოს თამაშებზე რუსეთის ნაკრები არ დაეშვა. და ისევ საქართველოს ფოთში რეგიონული თეატრების ფესტივალი გრძელდება მაყურებლის წინაშე. მესხეთის, დმანისის და ბელორუსის თეატრები წარსდგნენ ფოთის თეატრის სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასიც გეგმავს გამოსვლას. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 27 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. საჭიროებო ყოფიდან გამომდინარე, მანდამაინც არ გვაქვს ფუფუნება და არ გვეძლება საშუალება, რომ ჩვენ ხშირად გავმართოთ წარმოდგენები, ხშირად გავეცნოთ ფართო აუდიტორიას და უთხრათ ჩვენი სათქმელი და აი ეს ფესტივალი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ წარმოჩინდეთ, წავდგეთ ჩვენი მაყურებლის წინაშე და უთხრათ ყველას, რომ დმანისშიც და სხვა რეგიონებშიც თეატრი ცოცხლობს და შეიძლება შემოქმედებითი პოტენციალი და პროფესიონალიზმი ძალიან მაღალი იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის კონკურსს აცხადებს. ახალი სატელევიზიო სეზონიდან დაგეგმილია ქართული ორიგინალური ნაწარმოების მხატვრული და დოკუმენტური სერიალების გადაღება, რომელთა სცენარების კონკურსის შედეგად შეერჩევა. კონკურსში მონაწილეობის სურვილებმა ელექტრონული პოსტის მისამართზე დრამა GPBG-ზე უნდა გაგზავნონ საჭირო დოკუმენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს 18 წლის ზემოთ. განცხადების მიღება დღეიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსი დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა ეწვიოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდს. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია. მე 14 საათამდე გემშვიდობებით დროებით.